საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით ბოლო 5 წლის განმავლობაში ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა აღირიცხა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი. Როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშჯანათქვამი კორუფციის დაფარვაში წლებია ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუსისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. TI-ის ანგარიშის მიხედვით კორუფციის შემთხვევები მოიცავს ისეთ სქემებს, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით, სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების კორუფციული სქემა, ლიცენზიები და ნებართვები გავლენიანი პირებისთვის და სხვა. 5 მილიარდი ლარი არის ის თანხა, რაც მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოძიებით ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა. 71 მილიონი ლარი ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო აგროპროგრამებიდან. სანაცვლოდ ამ კომპანიებმა პარტიას 7.7 მილიონი ლარი დაუბრუნეს მოწირულობის სახით. ამ თანხის დიდი ნაწილი 56 მილიონი ლარი ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორზე, ვახტანგ კარიჭაშვილზე მოდის. 30 მილიონი ლარი 2022 წელს თველის სუბსიდიის პროგრამიდან მიიღეს ქართული ოცნების წევრებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა. 7.4 მილიონი ლარი მიიღეს საწარმოეს საქართველოს პროგრამებიდან იმ კომპანიებმა, რომლებმაც ქართულ ოცნებას 2024 წელს 1.6 მილიონი ლარი დაუბრუნეს შემოწირულობის სახით. 1 მილიარდ 28 მილიონი ლარი სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს ქართულ ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-2024 წლებში გამართული არჩევნების დროს. ნაცვლად მათ ქართულ ოცნებას 7.7 მილიონი ლარი შესწირეს.